თუ ხელოვნური ინტელექტი ყველაფერს გააკეთებს, მაშინ რა დაგვრჩა ჩვენ ადამიანებს? ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვა, შიშნარევი არის დღეს ეს ვფიქრობ არა მარტო გლობალურად, არამედ საქართველოშიც, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენაზე შედარებით ნელა ვითარდება. გამარჯობა, ეს არის არხი Reverse Monday, მე ვარ ელენე და დღეს პირველად Reverse Monday-ის ისტორიაში მყავს სტუმარი, რომელიც არის ჩემი უახლოესი მეგობარი და თან მრავალწლიანი ბიზნეს პარტნიორობა გვაკავშირებს. მაიკო, კარიერული წინსვლის მენტორი, რომელიც თვითონ უკეთ მოგიყვებათ თავის თავზე. გამარჯობათ, მოგესალმებით, ელენეს გამომწერება. ძალიან დიდი პატივი არის, რომ დღეს აქ ვარ და ვარ ამ გადაცემის პირველი სტუმარი და მადლობა, რომ იმ სასიკეთო საქმეში, რასაც აკეთებ, ესე ვთქვათ, პატარა აგურს მეც მადებინებ. მე ვარ მაიკო ფალაშვილი, კარიერული წინსვლის მენტორი. და დასაქმებულ ადამიანებს ვეხმარები, რომ ის უნარ-თვისებები გაიძლიერონ, რომელიც მათ კარიერას დამტკიცებული მეთოდებით წაწევს წინ, მაქსიმალურად მიიღონ მაქსიმუმი კორპორატიული სამყაროს სიკეთეებიდან, რაც აქვს მას და ესე ვთქვათ, იმ უნარ-თვისებებსა თუ იმ საქციელებზე გააკეთონ აქცენტი, რაც დაფასებული არის კორპორატიულ სამყაროში და წაგწევთ წინ. კი და არ არის თან საჭირო რომ ყველამ ერთი და იგივე შეცდომები დაუშვათ, ხო? მართლა კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწრაფად გაიარო რაღაც ნაბიჯები სხვების გამოცდილებებზე დაყრდნობით და რაღაც მხრივ მე და მაიკოს ეგეც ძალიან გვაერთიანებს, იმიტომ რომ ბევრი საერთო შეცდომაც გვაქვს, ბევრი განსხვავებული და რაღაცნაირად მოკლედ კომბინირებული გამოცდილება გვაქვს. ვისაც გაინტერესებთ ეს საკითხი და კარიერული წინსვლის მენტორობა და წინსვლა, ალბათ ყველას აინტერესებს. ვიდეოს აღწერილობაში იქნება მაიკოს LinkedIn-ი და Instagram-ი და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, არ ვიცი თუ ვერ ნახავთ, შეგიძლიათ Instagram-ზე მომწეროთ და გაგიზიარებთ ინფორმაციას. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს მე და მაიკოს ძალიან საყვარელ თემას, ხელოვნური ინტელექტს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ცხოვრებაში არის ინტეგრირებული და ორივეს ძალიან მოგწონს და რაღაც დავუმეგობრდით ჩვენ სფეროებში. და ამ ვიდეოს მიზანიც ეგ არის, რომ რაღაცნაირად მოხსნათ შიშები, ბარიერები და ერთად ვიმსჯელოთ, რა პერსპექტივას ქმნის ეს თანამედროვე ადამიანისთვის. მე პირადად ხანდახან ვფიქრობ, რომ სამყარომ მე გამომიგზავნა პირადად საჩუქრად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გამიმარტივა და მომავალში ვფიქრობ კიდევ უფრო გამიმარტივდეს, მაგრამ რომ დავაყენო ჩემი თავი, ესე ვთქვათ, ადამიანის ადგილას, რომელიც არის დასაქმებული კონკრეტულ სამსახურში, თავიდან ალბათ ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, გავიღვიწებდი დილით 40 წუთში ჩემი 8 საათის საქმეს დავამთავრებდი და რაღაცა ვითომ მე ვიპოვე ეს რაღაცა ხელსაწყო, რომლის შესახებაც ჯერ არავინ არ იცის, არავის არ ვეუბნები და იგივე ხელფას ვიღებ. რატომაც არა, მაგრამ მე ნელ-ნელა გამიჩნდებოდა ეჭვი და ეს ეჭვი ალბათ უკვე ყველაშია გაჩანილი, რომ სადაც მე გავიგე, იქაც გაიგებს ჩემი დამსაქმებელი, ხო? და თუ ჩემი დამსაქმებელი გაიგებს, მე რაში დავჭირდები. საქართველოშიც ბევრ პოზიციას შეეხო უკვე განსაკუთრებით კერძო სექტორში, იმიტომ რომ საჯარო სექტორი შედარებით არ არის ისეთი მოქნილი როგორც კერძო სექტორი და გლობალურად ხო საერთოდ ისტორიაში არასდროს არ ყოფილა, რომ ერთდროულად გაეშვათ 14,000 თანამშრომელი ერთ დღეს ერთი კომპანიიდან, რაც გააკეთა Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული აპლიკაციის ინტეგრაციით თავის საოპერაციო სისტემაში. და ზუსტად ამ შიშებიდან გამომდინარე, რას წაგვართმევს, რას ვერ წაგვართმევს, რა უნარები დაგვჭირდება, რა ინდუსტრიები იქნება შემდეგი 20 წლეულის ბუმ ინდუსტრიები, ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, მაგრამ ისტორიული კონტექსტის გარეშე ვერაფერს ვერ გავიგებ და ისტორიული კონტექსტი მე პირადად ძალიან დიდ სიმშვიდეს მაძლევს, იმიტომ რომ ახალი ბორბლის გამოგონება არ გვჭირდება და ისტორიაზე შეგვიძლია მაიკოს აზრი მოვისმინოთ.
მისი სფეროა განსაკუთრებით შრომითი ბაზარი როგორ ვითარდებოდა მაგ ნაწილში. მადლობა ელენე. ყოველთვის, როდესაც გვინდა რომ მომავლის პროგნოზირება გავაკეთოთ, ყოველთვის მივდივართ წარსულში, რომ გავიგოთ ადრე როგორ უმყოლდებოდა ამ ყველაფერს ხალხი და წარსული მართლა ძალიან ბევრ რაღაცას გვასწავლის. სამი კარგი გაკვეთილი, როგორც მინიმუმ გვაქვს. პირველი ეს არის ინდუსტრიული რევოლუცია, როცა მანქანამ ადამიანების ფიზიკური შრომა ჩაანაცვლა, შემდეგ იყო კომპიუტერები, ინტერნეტი და ყველა ეტაპზე უფრო და უფრო დიდი კითხვის ნიშანი დგებოდა, რამდენად შეგვიძლია ადამიანებს რომ კონკურენცია გაუწიოთ მანქანებს, კომპიუტერებს, რადგან ფაქტია, რომ ის ჩვენზე სწრაფია, აკეთებს იმ საქმეს, რის გაკეთებაც შეგვიძლია და მაგრამ ძირითადად მაინც ეს ეხებოდა ხოლმე რაღაცეების ან გამოთვლები იქნებოდა, ან ავტომატიზაცია იქნებოდა, ან ფიზიკური შრომა. ეხლა რა ანუ რაღაც უფრო რუტინული ხო თითქოს? კი, თალსაღად უფრო რუტინულ საქმეებს ეხებოდა ხოლმე ეს ყველაფერი და რაღაცნაირად ყველამ შეძლო ამ ყველაფრის გადალახვა იმის ხარჯზე, რომ დაუმეგობრდნენ ესე ვთქვათ მაშინდელ გამოგონებებს და მათ სიძლიერედ აქციეს. მაგრამ ყველა რაღაც მეტნაკლებად ერთიანად თავმხვდებით, რომ ეს ცოტა განსხვავებული სიტუაცია არის, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ თუ ადრე რაღაც ცურებას 10 წელი ჭირდებოდა, ეხლა შეიძლება, არ ვიცი, ერთ თვეში მოხდეს რაღაც ისეთი მასშტაბური გადატრიალება, რომ აი თუნდაც 10,000 ადამიანი თუ 13,000 თქვი, რომ გამოუშვან. ანუ ესეთ რაღაცები ადრე არ იყო. ხო, თან რაღაცა კრეატიულ ნაწილსაც ეხება რა, აი საბაზისო კრეატიულს მაინც შეიძლება მხატვარი ჩაანაცვლოს სადღაც და მუსიკოსიც სიტყვაზე და ადრე მაინც უფრო თითქოს აი ისეთი სტანდარტიზებული სამუშაოები ნაცვლებოდა რა. კი, ანუ ახლა ფაქტიურად კითხვის ნიშანი უკვე არის კოგნიტურ შრომასთან, რაც იყო ჩვენი, ესე ვთქვათ, უნიკალური ნიშა, მარტო ჩვენ შეგვეძლო. და დაცულები გვეგონა თავი ხო, ბევრი დიპლომი. აღმოჩნდა, რომ აზროვნება და დასწავლა მანქანებსაც შეუძლიათ. ნუ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მე როგორც დასაქმებული ამ კუთხიდანაც უყურებთ და როგორც დამსაქმებელი ამ კუთხიდანაც შემიძლია შევაფასო. ანუ პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ არ გეგონათ, რომ რადგან დასაქმებული ხართ, უფრო ნაკლები იცით ვიდრე დამსაქმებელმა, განსაკუთრებით საქართველოში. ამას კარგი გაგებით ვამბობ, იმიტომ რომ დამსაქმებელი ეს არ არის ავტომატური უპირატესობა ცოდნაზე, ანუ შეიძლება მე რომ მომიდომო, მე შეიძლება ერთ კვირაში უფრო მეტი ცოდნა მქონდეს ვიდრე ადამიანს, რომელსაც არ აქვს ცნობის მოყოლება და ინტერესი. ამიტომაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რასაც მე ვაკურდები ყველა ადამიანში და ვფიქრობ, არის ერთ-ერთი გარანტია წინსვლის, ეს არის ცნობის მოყოლება და რომ იყო ღია სიახლეების მიმართ. ანუ არ ვართ უკან, არ ჩამოვრჩით არაფერს, ანუ ეხლა არის ის დრო და ის არეალი, რომ გავხდეთ ცნობის მოყოლეები, გავახილოთ უფრო ფართო თვალები და გავიგოთ რა შეუძლია მას დავიხმაროთ, არანაირად არ ვწოდოთ კონკურენცია, იმიტომ რომ ფაქტი არის, რომ მისი უპირატესობა არის და არასდროს არ არის გაჯიბრება იმასთან, რომელსაც უკვე დამტკიცებული უპირატესობა აქვს, მაგრამ ისიც ფაქტი არის, რომ ადამიანებს აქვთ ის, რაც ამ ეტაპზე მაინც არ აქვს ხელოვნურ ინტელექტს, ალბათ ამ მიმართულებით წავიყვანთ ჩვენ საუბარსაც და როგორ მოვახდინოთ ამ არის კომბინაცია ისე, რომ დავრჩეთ თამაში, ესე ვთქვათ. და თამაში და თან ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მდიდრები და დიდი შესაძლებლობებით, ანუ მარტო ის არ არის, რომ გადავრჩეთ და თან უკეთ ვიყოთ, ვიდრე დღეს ვართ. და მე მაინც უფრო და ვფიქრობ, შანს იმ ჯგუფს მივეკუთვნებით, ვინც ხელოვნურ ინტელექტს როგორც დადებით ტექნოლოგიურ მოვლენას უყურებს, ვიდრე უარყოფით და თუნდაც ჯანმრთელობის სფერო და ბევრი სფეროს ძალიან გაუმჯობესება შეიძლება და ხელმისაწვდომობა უფრო ფართო მასებისთვის. და ზოგადადაც პროგნოზი ეგ არის, რომ პროდუქტის და მომსახურების ფასი დაიწევს იმის ხარჯზე, რომ AI გააკეთებს და ის არ მოითხოვს იმხელა ანაზღაურებას და დროს როგორც ადამიანი და ჩვენ კიდევ უფრო მდიდრები ვიქნებით ამ გაიაფებულ სამყაროში. რა თქმა უნდა, თუ მონოპოლისტი AI კომპანიები არ გვეყოლება და ისინი არ განსაზღვრავენ, რომ AI აგენტი ძალიან ძვირი ღირს. ან თან ფაქტიურად პირველად დგება ისტორიაში ის დრო, როდესაც ადამიანებს მასობრივად ექნებათ ბევრი თავისუფალი დრო, ბევრი თავისუფალი, ესე ვთქვათ, კოგნიტური სივრცე, სადაც ალბათ იმ რაღაცებზე საფიქრებოდ, რაზეც ადრე არც დრო იყო და არც мотиваცია, დღეს უკვე ბევრად მეტი ადამიანი დაიწყებს ფიქრს და მიმოიხედავენ გარშემო და მიხვდებიან, რომ
აი რით შეიძლება გავაუმჯობესო თქვა, რა შეიძლება გავხადო უკეთესი, უფრო სწრაფი. ანუ ამ რაღაცებზე ფიქრის დრო არ იყო ამ რუტინულ არ იყო და თან მგონია რომ რეალურად ჩვენ ხო კი არ მგონია და ესეა ყველაზე ეფექტურ საათებს ღვიძილის ვატარებთ სამსახურში 9-დან 6-მდე ყველაზე კარგ შემთხვევაში. მე და მაიკოს წარსულ გამოცდილებას თუ გადავხედავ 9-დან 6-მდე არასდროს 9-დან 9-მდე ან რაღაცა ეგეთი რეჟიმი გქონდა ხოლმე და მაქედან რომ გამოდიხარ ძალიან ცოტა ენერგია და რესურსი გაქვს იმისთვის რომ იფიქრო გარემო რით გააუმჯობესო და აბა რა ახალი ინტერესი გავაღვიძო ჩემში ან ბავშვობაში რა მომწონდა და ფიქრობ რომ სახლი მიალაგო, არ ვიცი, ოჯახს მიხედო, ან გაისეინო, ძალიან საბაზისო რაღაცაებზე გრჩება დრო. და პლუს ძირითადი მოსახლეობა და არა მარტო საქართველოში ცხოვრობს ხელფასიდან ხელფასამდე. და ეს კიდე ცალკე საკითხი არის და როცა ხელფასიდან ხელფასამდე ფიქრობ, ცხოვრობ ბოლო ერთი კვირა დაძაბული ხარ, რომ გეყოფა, არ გეყოფა, როდის ჩაირიცხება ხელფასი, ხო? და როცა შენ ეს ფინანსური წნეხი გაქვს ანუ ტვინი არ გიშვებს განვითარების შემდეგ ეტაპზე, რაც არის სულიერება პიროვნულის და კი შემოდის თემები, შეიძლება პოდკასტ მოусმინო, წიგნი გამოიწერო, მაგრამ შენ თუ ფულზე გაქვს საფიქრალი, არ გცალია იქ მედიტაციისთვის და ჩაღრმავებისთვის და თუნდაც პიკნიკზე გამოცდილებების მიღებისთვის ან რაღაცა საზოგადოების წევრობისთვის და თუ იმ დაშვებას გავაკეთებთ, რომ გვექნება მეტი დრო კომბინაციაში მეტ სიმდიდრესთან, რა გამოდის? ანუ ფსიქოლოგიური პირამიდა, რაც არის მასლოვის, რასაც დღეს მივყვებით, დავიკმაყოფილეთ საბაზისო საჭიროებები, გვაქვს სახლი, მანქანა, ჯანმრთელობა, საჭმელი, ეხლა გვინდა უკვე კრეატიულობა, სულიერება, გამოცდილებები, ხო? და შესაბამისად ჩნდება ან ახალი ინდუსტრიები, ან უკვე არსებული ინდუსტრიები ძალიან ფართოვდება და პირველი ამ მიმართულებით არის ეს რაღაცა მენტალური ჯანმრთელობა და ზოგადად wellness-ი ალბათ. ადრე და ეხლაც ჯერჯერობით თუ არის რომ რეზორტებში, რეტრიტებზე, თერაპიებზე დადიან მდიდარი ადამიანები და ეს არის უფრო ფუფუნება, ვიდრე საჭიროება. აი AI ეპოქასთან და ეპიდემიასთან ერთად გაჩნდება სივრცე საშუალო კლასისთვის, მათაც ექნებათ მოთხოვნა და მე მგონი საშუალო და მდიდარ შორის საერთოდ ზღვარი წაიშლება და უამრავი ადგილი შეიქმნება ესეთი აი ნიშური resort wellness, რომ ადამიანები იყვნენ უკეთ, გასცენ ისეთ კითხვებს პასუხი, რატომ დავიბადე, საიდან მოვედი, სად მივდივარ, რისთვის მივდივარ. აქედან გამომდინარე წამოვა ეს community საზოგადოების წევრობა, კლუბები, კლუბი არა ღამის, არამედ აი რაღაცა იდეის, ინტერესის ირგვლივ და ეს არ იქნება რომ ესე ვთქვათ, მოდი ყველა ვიყოთ, იქნება ექსკლუზიური, შეიძლება ძალიან მაღალი ფასი ქონდეს, ან შეიძლება არ ქონდეს მაღალი ფასი, მაგრამ კრიტერიუმები იყოს ძალიან ისეთი დასაკმაყოფილებელი, იმიტომ რომ ეს იქნება რაღაცა ერთობა, რომელიც ეხმარება ადამიანებს, ესე ვთქვათ, რომ დაკავშირდნენ და რაღაცა კარგი საერთო პროდუქტი თუ მომსახურებები შექმნან. მენტალური ჯანმრთელობა, როგორც ესეთი, პლუს არ იქნება, რომ მენტალური პრობლემა გაქვს და წადი. ეს არ იქნება და არც სტიგმა არ იქნება. ეს შეიძლება სავალდებულოც იყოს მაგალითად სკოლაში ან მშობლობამდე, ხო, ჩვენ ხედავთ, რომ სკანდინავიის ქვეყნებში არის ესეთი მოთხოვნა, რომ სანამ შვილის სკოლას გადაწყვეტ, თუ გინდა სახელმწიფო პროგრამა არის, რომელიც ფსიქოლოგიურად გამზადებს მშობლობისთვის და რაღაცა ბაზას გაძლევს და ანუ შესაბამისად თაობები იზრდებიან ნაკლებად ტრანვირებული. პლუს განვითარდება ისეთი პროექტები, რომელიც არის გარემოს ზრუნვაზე. აი ახლა რაღაცნაირად მეც მინდება, რომ სადმე ნაგავია, მოდი არ იყოს. რა ამის ირგვლივ შეიძლება მთელი community შეიქმნას. ან აი ხო ვხუმრობთ გლობალური დათბობა, მთელი ეს სიმდიდრე ნელ-ნელა წავა და ესე ვთქვათ, მიმართული იქნება იმისკენ, რომ დედამიწაზე იყოს უკეთესი ცხოვრება, გქონდეს მეტი ხელმისაწვდომობა, ხარისხი, მრავალფეროვნება და რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი თემა არის პერსონალური ბრენდი და ჩემ გარშემო ყველას ვეუბნები, რომ პერსონალური ბრენდი არ არის
მინდა არ მინდა პერსონალური ბრენდი არის აი ერთ-ერთ ჩვენს ლექციაში ვქონდა წარმოიდგინეთ ბუღალტერი რომელიც არ იყენებს Excel-ის ფაილს რა მიღწევები შეიძლება ქონდეს მას დღეს ხო ალბათ რაღაცა 2-3 გაჯოლტყავებული ძველებური კომპანია რომელიც უხდის თვეში 300 არ ვიცი 350 ლარს აი იგივე მდგომარეობაში შეიყენებს ადამიანი თავს რომელიც არ იზრუნებს თავის პერსონალურ ბრენდზე და პერსონალური ბრენდი თანამედროვე გაგებით არ არის რომ უნდა მილიონობით და რაღაცა 10,000-ობით გამომწერი ყავდეს. მე შეიძლება ძალიან ვიწრო ინტერესი მქონდეს ეს მაგიდა როგორ დავამუშაო, სიტყვაზე რესტავრაციას ვაკეთებდე და მყავდეს 300 გამომწერი 400 ვისაც კონკრეტულად ეს აინტერესებს და ისინი იყვნენ ჩემი კლიენტებიც, მეგობრებიც, თანამოაზრეებიც. მე შეიძლება მაგიდის გაკეთება აღარ მომინდეს და არ ვიცი, კედლების შეღება მომინდეს, ან თუნდაც იურისტობა და ეს ადამიანები ყველგან გამოყვებიან თქვენ პერსონალურ ბრენდს. შესაბამისად, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი ალბათ ცვლილებების მიღების და ადაპტირების მერე არის რომ შევძლოთ ვიმუშაოთ ჩვენს ცნობადობაზე და რაღაცა ეს ბავშვობიდან ან საზოგადოებიდან მოყოლილი რაღაცა ტრავმები თუ კომპლექსები დავამუშაოთ, ხო? ჯანმრთელობა. აი პერსონალური ბრენდის შევახართ სიტყვით ამის საპირისპირო აზრს ვიტყვი, რომელიც გავრცელებული არის საზოგადოებაში და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდები, რომ აი ყველა ლაპარაკობს პერსონალურ ბრენდზე და აი ყველამ თუ გავაკეთეთ პერსონალური ბრენდი, ვითომ ყველამ უნდა გავაკეთოთ. ხო, მაგრამ საქმეც ეს არის, რომ ანუ ჩემს გარშემო მაგალითად აი ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, აი დავიღოთ 1000 სიმბოლურად. ანუ ერთი ადამიანი ვიცი, ვინც ამაზე მუშაობს. ანუ ყველას გონია, რომ გარშემო ყველა ამით არის დაკავებული, ამის გამო იკავებენ თავს, რომ მეც ხარ ვიქნების შემდეგი და რაღაცა ამ რაღაც მავნებულ წრეზე დავდივართ, რომ იმის გამო რომ რაღაცა ყველა ამას აკეთებს, მოდი მეც არ გავაკეთებ, მაგრამ ესე რომ ეფიქრათ, არ ვიცი, თავის დროზე ადამიანებს, ვინც დღეს არ ვიცი, ელონ მასკი ავიღოთ, აი მე ვერ წარმომიდგენია, რომ პოპულარული ადამიანი იყო სკოლაში. რაღაცა მგონია, რომ შეიძლება დაცინოდნენ კიდევაც მის სავარაუდოდ. სავარაუდოდ, ხო. ეს რაღაც სამოტივაციო მაგალითი შეიძლება არ იყოს, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანმა ყოველას თუ უსმინა და იმას უყურა, რომ ყველა ამას აკეთებს, ძალიან გაუჭირდება, მოკლედ, ამ წრიდან გასვლა და იმის გაკეთება, რაც საჭირო არის და ცალსახად გამოადგება მომავალში. კი, და აი ამაზე კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ საიდან ჩდება ეგ კომპლექსი ესე ვთქვათ და დაჯერება რომ აბა ყველა ბლოგერი ვიყოთ. ანუ ჩვენ ხედავთ ესე რომ ელენე არის იურისტი და კიდევ ერთი იურისტი თუ გააკეთებს ბლოგს, კონკურენტები არიან და ბოლო-ბოლო რამდენი იურისტი უნდა გვყავდეს, ხო, ბლოგერი და ეს ასე არ არის. ელენე არის ინდივიდი. შენც ხარ ინდივიდი, შენც ხარ ინდივიდი და ანუ აქედან გამომდინარე ვერავინ ვერ დავაკოპირებთ ერთმანეთს, სულ რო ერთი და იგივე თემაზე ვწეროთ ვიდეოები, ზოგს ჩემი ხმა მოეწონება, ზოგს შენი თვალისფერი, ზოგს შენი ოჯახი, ზოგს შენი დიპლომი და ზუსტად ამ ჩვენი უნიკალური ცხოვრებით და ყველას გვაქვს უნიკალური ცხოვრება, სულ რო უდიპლომო სასიძოები ვიყოთ, იმიტომ რომ განსხვავებული ხმის ტემპი გვაქვს მაგალითად ან რაღაცნაირი ფონი, რომელიც ხალხს ამშვიდებს და ეს უნიკალურობა უნდა წამოვწიოთ და მერე პროფესია, იმიტომ რომ პროფესია არის დღეს უკვე ძალიან ცვალებადი რაღაც და მე და მაიკოც საუბრობთ წეგან რომ შენი პროფესია არ უდრის შენს თავს, ანუ იდენტობა არ უნდა იყოს შენი პროფესია. შენი პროფესია უნდა იყოს ისეთივე ერთ-ერთი მახასიათებელი, როგორიც არის რომ მაგალითად არ ვიცი, მოგწონს ეს სამზარეულო, იმიტომ რომ ის პროფესია უნდა გააფართოვო და ესე ვთქვათ, შენი ჰობიებით კიდე გაასაინტერესო რა და ზუსტად აი რო ავიღოთ პერსონალური ბრენდის ერთ-ერთი მიმართულება, ხო, რომ YouTube-ი რა, რომელი YouTube-ია დღეს, ესე ვთქვათ, წარმატებული YouTuber-ი. ის, რომელიც ძალიან მაგარ ვიდეოებს წერს და ბევრი ნახვები აქვს, კი არა, რომელსაც თავისი პიროვნება და ინდივიდუალიზმი და ეს ხასიათი წამოწეული აქვს წინ და მონეტიზაცია აქვს მაღალი, ანუ თავისი მაყურებლის მონეტიზაცია შეუძლია მარტივად, რომ გაყიდოს თავისი მერჩი, პროდუქტი, მომსახურება, თორე შეიძლება გქონდეს მილიონი ნახვა და იმიტომ გქონდეს, რომ გაქვს რაღაცა, აი უბრალოდ ალგორითმზე მორგებული ვიდეო, რომელიც არ უჩენს ადამიანს შენთან სიახლოვის შეგრძნებას.
და იმ ინდუსტრიასაც რო შევეხოთ, რომელიც არ არსებობდა აქამდე და AI-ი შემოიტანა, ეს სხვა შორის მაიკოს ის არის მაგალითი იმ თვალსაზრისით, რომ მან შემოიტანა ჩვენს დიალოგში. ყველას არ უნდა ამ ხელოვნური ინტელექტის სწავლა რა და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც არის ესეთი ეიჯიზმი და ანუ ძირითად დასაქმებულები არიან არა ახალგაზრდები, არამედ რაღაც მოზარდი და კიდევ უფროსები მაღალ თანამდებობებზე ხო განსაკუთრებით 25 წლის სიო ძალიან ცოტა ყვავს საქართველოში და თქვენ შეიძლება დაეხმაროთ AI აპლიკაციების შექმნაში, მათ ბიზნეს მოდელზე მორგებულ აპლიკაციებში, ინტეგრაციებში. აი არის კლასიკური ბუღალტერი, რომელსაც გაუგია ეს AI, ძალიანაც უნდა რომ აასწრაფოს თავის მუშაობა, მაგრამ ნუ ვერ იყენებს. მიდით და დაატრენინგეთ, ან გახდით AI prompt engineer-ი. AI-სთან დაკავშირებით არის უდიდესი შესაძლებლობები და სხვათა შორის ეხლა უახლესი მაგალითი რაც მახსენდება არის Meta, იგივე Facebook, Instagram, WhatsApp-ის ესე ვთქვათ group კომპანია, რომელმაც აიყვანა 12 ახალგაზრდა, ანუ 18-დან 25 წლამდე ადამიანი ახალი დეპარტამენტისთვის, რაც არის AI development-ი და 12 კაცის ჯამური ხელფასი წელიწადში არის 65 მილიონი ევრო. ანუ ამ ადამიანებს არა აქვთ დიპლომი, ამ ადამიანებს არა აქვთ ეს რაღაცა ტრადიციული კარიერული გზა გავლილი, უბრალოდ ძალიან კარგად აითვისეს AI, გააკეთეს რამდენიმე აპლიკაცია, გაუკეთეს პრეზენტაცია Meta-ს და ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი გუნდია, ესე ვთქვათ, leadership-ის შემდეგ. აქედან გამომდინარე, პირიქით, აი ინოვაციური, კრეატიული, რაღაცნაირი რისკიანი ადამიანებისთვის ალბათ ეს ეპოქა არის. და კიდევ ერთი მიმართულება ინდუსტრიული არა შესაძლებლობების საშუალებით არის ის, რომ დღეს უკვე არსებობს რამდენიმე, მაგრამ არსებობს კომპანია, რომლის ანუ შეფასება არის 1 მილიარდზე მეტი, ანუ ინვესტორმა რო იყიდოს და გაკეთებულია 1 ან 2 ადამიანით და პლუს AI ინტეგრაციებით. ანუ ეს кейსებიც გაჩნდა. ადრე თუ იყო რომ ელენე და მაიკო იწყებენ ბიზნეს და ჭირდებათ ბუღალტერი, იურისტი, HR, ეს ფუნქციები შეგვიძლია განსაკუთრებით თუ ინგლისურ ენაზე გვაქვს ესე ვთქვათ სტარტაპი, ყველაფრის დელეგირება გავაკეთოთ. ამიტომ არის აი ღამე რო ვფიქრობ, სულ ვფიქრობ ნეტა რამე ტექნოლოგიების შესაძლებლობა დავინახო, რომ აი გამოვიყენო რა, აი მე ძალიან აღტაცებული ვარ, მოკლედ და ძალიან მომწონს ეს ჩვენი AI, მაგრამ ერთ შენს აზრს განვავრცობ იდენტობასთან დაკავშირებით. ამას ვუყურებ ყოველდღიურად, რომ შრომის ბაზარზე ადამიანები საკუთარ თავს აიდენტიფიცირებენ აუცილებლად თავის პროფესიასთან. ანუ მე ვარ ბუღალტერი და როგორი შეიძლება იყოს ჩემი მომავალი ბუღალტერიაში, თუ თქვათ ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება, ან დაიწყებს ან ასე შემდეგ. ნუ დავიწყებ იმ აზრის განვითარებას, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი პროფესია, ვართ ბევრად მეტი და ხელოვნური ინტელექტის ზუსტად ის დრო არის, რომ ჩაატაროთ ექსპერიმენტები, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ალბათ პირველი რასაც გავაკეთებდი ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ, თუ დასაქმებული რომ ვიყო, იქნებოდა ის, ჩამოვწერდი რეალურად რას ვაკეთებ მე სამსახურში და რა პრობლემებს ვაგვარებ. სანამ ჩემი დამსაქმებელი გააკეთებს ამას, მოდი თქვენ თვითონ შეაფასეთ, რისი ავტომატიზაცია არის შესაძლებელი რეალურად და რა გრჩებათ თქვენ, რაც უნიკალურად თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. ხელოვნური ინტელექტს აქვს ძალიან ცხადი უპირატესობები, თუმცა ხელოვნური ინტელექტი ვერ ხვდება რაღაც დავალებას რატო აკეთებს, ან რომელი არის საერთოდ ღირს თუ არა ამ დავალებაზე დროის ხარჯვა. არ აქვს გემოვნება, ესე ვთქვათ, ვერ ხვდება ის არის კარგი თუ ეს. ვერ ერგება სოციალურ კონტექსტს, კულტურულ კონტექსტს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს უპირატესობები ადამიანს აქვს და ამ უპირატესობების გაძლიერება უნდა მოახდინოთ საკუთარ თავში. ის თუ ესე იყო, რომ მე მახსოვს, რომ არ ვიცი, 18 წლის ასაკში თუ იცოდი შენი პროფესია და ჩამოყალიბებული იყავი, რაღაცა წინ იყავი უკვე. ან დღეს ესე აღარ არის და შეიძლება ეს დადებითიც კი იყოს, რომ ჯერჯერობით ძიებაში ხარ. ეს ნიშნავს, რომ შენ წინ მთელი სამყარო არ და უამრავი რაღაცის
ცდა და გამოცდა შეგიძლია და ექსპერიმენტი. შესაბამისად, გაიხსენეთ რა ინტერესები გქონდათ, ან დააკვირდით რა ინტერესები შეიძლება რომ გაიჩინოთ. შეგიძლიათ დღის საათებში იყოთ ბუღალტერი და საღამოს საათებში არ ვიცი, რეცეპტებს უზიარებდეთ ხალხს თქვენს Instagram გვერდზე და ამან დღის ბოლოს ბევრად მეტი სიამოვნებაც და რაღაც რო ფინანსური სარგებელიც კი მოიტანოს. ამიტომაც ვიტყოდი რომ ადრე თუ წლების განმავლობაში სტაბილურობა იყო ჩვენი პრიორიტეტი და ის რომ 20 წელი თუ ერთ საქმეს ემსახურებოდი, მაშინ იყავი პროფესიონალი, დღეს ეს მიდგომა არ ჭრის. დღეს პირიქით სტაბილურობა აღარ არის ჩვენი კომფორტის ზონა და ვერც იქნება. ჩვენი კომფორტის ზონა უნდა იყოს მეტი ექსპერიმენტი, ღიაობა სიახლეებისადმი, რომ აღმოვაჩინოთ რა გვაინტერესებს და ეს ჩვენი ინტერესი ვაქციოთ ჩვენს ფინანსურად მომგებიან მოდელად და შეგვიძლია 2-3 რაღაც ერთად ვაკეთოთ. და მრავალფეროვნება უნდა შემოვიტანოთ, ხო? ანუ ადრე თუ იყო რომ აი იყავი კარგი იურისტი და ჩავიწროვდი და უფრო ერთი კონკრეტული რაღაც ისწავლე, ეხლა ბევრად მომგებიანი იქნება სერფერი იურისტი. აი შენ რომ მომიყევი პედიატრის მაგალითი, ხო? ყველას დაამახსოვრებთ თავს, ვიდრე კიდევ ერთი ელენე იურისტი სიტყვაზე. ამიტომ აი ეს ბავშვობის მოგონებებში ძრომიალი ვის რა მოგწონდა, ან არ მოგწონდა, ან თუნდაც ახლა 90-იანების თაობა ვართ ჩვენ და ბევრი კლასი მაშინ ან ძალიან ძვირი ღირდა, ან საერთოდ არ იყო საქართველოში და შეიძლება რაღაც ძალიან კარგად გამოგვდის და არც გვიცდია უბრალოდ რა. ამიტომ მიყევით აი ამ თქვენ ძახილს ნახეთ კერამიკის კლასი, დაგაინტერესათ, სადა, იმიტომ რომ შეიძლება ზუსტად ეგ იყოს შენი უნიკალური, ესე ვთქვათ, ნიშა, რომ რაღაც პროფესიასთან ერთად გააკეთო რაღაცის კომბინაცია, მერე გააკეთო ამაზე ვორქშოპი, გაყიდო 20 ადგილი, ან არ ვიცი, რომელიმე დიდ კომპანიას გაუკეთო ოფერი და მერე შეგიძლია შენ თვითონ დაარეგულირო რა მოგწონს, რა გსიამოვნებს და თან ინტერესი ისეთი რაღაც არის, რომ შეიძლება მე არ მაინტერესებდა შენი HR გამოცდილება, მაგრამ აი რა ინტერესის გაქვს, ეგ მაინტერესებდეს და მაგიტო გამოყვე, გამოგიწერო და მე რაღაცა გააკეთო შენ ისეთი, რომელიც მაინც დამაინტერესებს, იმიტომ რომ იმ ინტერესიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ სანდო ხარ, ან რაღაცა ისეთი ფან ადამიანი ხარ, კეთილი ხარ, ხო? აქედან გამომდინარე წამოწიოთ ინტერესი, ვისაც ძაღლები გვიყვარს, ძაღლების ვიდეოები დავდათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი შენი აზრით მთავარი ისეთი რჩევა რა იქნებოდა? აი შენ რადგან უკვე ამდენი წელი თან აქტიურად ხარ კორპორატიულ სამყაროში, მე 2 წელი შემისრულდა უკვე რაც არ ვარ. აი რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა ან მაგ სფეროში, ან მაგ სფეროს გარეთ აი ერთი რჩევა, რომ AI გახდეს მისი მეგობარი და არა კონკურენტი. ალბათ პირველ რიგში მიდგომას შევიცვლით, რომ სიტყვა კონკურენტს ამოვაგდებდი, იმიტომ რომ შენ როგორც არ უნდა მიუდგე მას, ის იქ არის, ის არ იცვლის პოზიციას და პირიქით რაც უფრო დაუმეგობრდები უკეთესი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ სხვა კარიერული საფეხურის სხვადასხვა ეტაპზე მდგომ ადამიანებს ოდნავ განსხვავებულ რჩევას მივცემთ, იმიტომ რომ სხვადასხვა პრიორიტეტები და სიტუაცია აქვთ. ანუ ადამიანი, რომელიც ეხლა შედის დასაქმების ბაზარზე და ჯერ არ იცის რა ხდება, გამოუცდელია და ეძებს მიიღოს გამოცდილება, ხო, სტუდენტები ახლა ვინც ამთავრებს ან აბარებს ან ასე შემდეგ. ანუ მინუსი არ არის ეს, უბრალოდ სიტუაცია არის ესეთი, რომ მათ არ აქვთ გამოცდილება, ჭირდებათ გამოცდილების მიღება და რაღაც მხრივ ნუ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ითქვას, რომ ეს საწყის გამოცდილება ხელოვნური ინტელექტითაც შეიძლება მიიღოს დამსაქმებელმა და არ არის საჭირო რომ სტაჟიორი აიყვანო. მაგრამ ამ სტუდენტების უპირატესობა ის არის, რომ ისინი აღარ არიან ამ ძველი სისტემის ტყვე, მათ არ იციან როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, ამიტომაც ან მარწუხებისგან განთავისუფლებულები არიან, ესე ვთქვათ და თავიდანვე უკვე შედიან ისეთ სამყაროში, სადაც ხელოვნური ინტელექტი მათი რეალობა არის და ანუ არ უწევთ გადაწყობა. ეს არის მათი უპირატესობა უკვე თქვა დაღვინებულ კადრებთან შედარებით. შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნებოდა პირველ რიგში ალბათ ცნობის მოყარეობა. ვიცი რომ ცნობის მოყარეობა ესე ვთქვათ ხელით ასაღები უნარი არ არის, განვითარებადი არის.
და შეეცადეთ, რომ თქვენი პირველი კარიერული გამოცდილებით არ იმსჯელოთ, რომ მთელი ჩემი კარიერა ესეთი იქნება, ბევრი ექსპერიმენტი ჩაატაროთ, მიხვიდეთ თქვენს რამდენიმე ინტერესი თუ გაქვთ, ყველა შეგიძლიათ შეინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა გქონდეთ რაიმე ციფრული უნარი და აუცილებლად უნდა მოახდინოთ ფოკუსირება რბილ უნარებზე, რაზეც დიდად არ საუბრობენ ხოლმე. რაც ყველა იმაზე არის გადართული ტექნიკური უნარები, როგორ ვფლობ ამა თუ იმ პროგრამას, აი სწავლა, მაგრამ აი დღის ბოლოს ხვდები, რომ რბილი უნარები ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკური ცოდნა. მე და ელენეს ამას ვისწავლოთ ღიმილი, მოკლედ და სძილობიანი საუბარი და ადამიანებით გულწრფელი დაინტერესება და კარგი მსმენელობა ალბათ, ხო, ერთ-ერთი. მე და ელენეს ლექცია გქონდა დაახლოებით 1 თვის წინ და იქ ესეთი მაგალითი მოვიყვანეთ, რომ წარმოიდგინეთ, რომ ხართ დამსაქმებელი და ყავთ ორი კანდიდატი, ერთი რომელიც არის პროფესიონალი თავისი საქმის, დარწმუნებული ხართ, რომ ყველა кейს გაუმკლავდება, აქვს ღრმა ექსპერტიზა, ესე ვთქვათ. მაგრამ არც ესეთი სასიამოვნო თანამშრომელი არის, უკვე ამჩნევთ, თქვათ, არ უყვართ ცოდნის გაზიარება. მივიღოთ ეს, რომ უკვე დადასტურებულად იცით ეს ფაქტები, არ უყვართ ცოდნის გაზიარება, დიდად შეიძლება ვერ ეთანამშრომლო, არ არის გუნდური მოთამაშე, კომუნიკაციაში ცოტა უჭირს, ურჩევნია მარტო იმუშაოს. და მეორე კანდიდატი ყავთ საშუალო დონის პროფესიონალი, რომელმაც ციფრულ უნარებთანაც მეგობრობს და შეუძლია, რომ ეს მისი ცოდნა დამატებული ციფრული უნარებით მივიდეს იმ ღრმა ექსპერტიზამდე რაღაც მხრივ და არის კარგი კომუნიკატორი. ცოდნის გაზიარება შეუძლია, გუნდური მუშაობა შეუძლია, უკავშირს კარგად იღებს, კარგად რეაგირებს. და ყველამ ერთად ვთქვით, რომ ეს მეორე ადამიანი იქნება და ის ვისაც ავირჩევდით, რაც იმაზე მეტყოლებს და ამას ყოველდღე ვხედავ, რომ შენი ტექნიკური უნარები აუცილებლად გაბათილდება, თუ არ ხარ სასიამოვნო ადამიანი. სოციალური უნარები არ გაქვს. უნარები უფრო მეტად დაფასდება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თითქოს ყველაფერს გამიკეთებს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ ვერ გამიკეთებს იმას, რაც მხოლოდ ადამიანს აქვს. და სხვა შორის ხელოვნური ინტელექტს აქვს აი თუ დააკვირდები, მისი ლაპარაკის სტილი ძალიან ზრდილობიანია, ძალიან სასიამოვნო, რაც არ უნდა კითხვა დაუსვა ყველაფერზე, რაც არ უნდა სულელური კითხვა დაუსვა, გეტყვის რომ ჭკვიანი ხარ. ბევრი რაღაც შეგვიძლია ვისწავლოთ განსაკუთრებით twins კარიერის, ესე ვთქვათ, შენების დასაწყისშია, რომ ხელოვნური ინტელექტი ეგრე იმიტომ გველაპარაკება, რომ რეალურად ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას მოწონს ეგეთი კომუნიკაციის სტილი, ხო? და ამას რო ეჩვევი, უკვე გიჭირს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც არ ვიცი, სულ უჯმურიებს ან არ ან უკვე ხასიათებზე გადაწყობა გიჭირს, ანუ იმის თქმას არ ვცდილობთ არც ერთი, რომ თქვენი პიროვნების ამოტრიალება უნდა მოხდეს, უბრალოდ რბილი უნარების გაძლიერება აუცილებელია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ეს არის თქვენი უპირატესობა, ესე ვიტყოდი. ცოტა გადავუხვიეთ ამას. ალბათ კარიერის შუაში ვინც არიან იმ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ყველაზე რთული მათთვის არის, იმიტომ რომ ნაპოვნი აქვთ ეს რაღაცა სტაბილურობა, კომფორტის ზონა და რთული აქედან გამოსვა, მაგრამ სრულიად შესაძლებელი არის. როგორც აღვნიშნეთ ადრე, ჩვენ არ ჩამოვჩენილვართ არანაირ ტენდენციებს, ეხლა თანაბრად მიდის, ესე ვთქვათ, ვინც უფრო გამოიჩეს მეტ პროაქტიულობას, ინიცირებას და ცნობის მოყარებას, შეუძლია ზეკის ჩამზე წინ იყოს, ვიდრე მე, რომელმაც გადავწყვიტე, რომ ჯერ კიდევ დრო მაქვს, ამიტომაც გაიფართოვეთ არეალი, ჰორიზონტი, იყავით აღმოჩენებში და შეეცადეთ, რომ თქვენ თავს შეეჯიბროთ. დღეს მე მინდა რომ უფრო მეტი ვიცოდე, ვიდრე ვიცოდი გუშინ და მე მაგალითად, ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ მე ყოველდღე რაღაც ისეთს ვაკეთებ, რაც მაუმჯობესებს ჩემ თავთან შედარებაში და ერთ-ერთი ვისაც ვეჯიბრები ჩემი თავი არის. შეიძლება 1%-იანი გაუმჯობესება იყოს. სიტყვაზე ვამბობ, რაღაცა ისეც კი არ მოითხოვს, რომ ყოველდღე სხვა ადამიანი იყო, არამედ ნაბიჯ და მე წლის ჯამურის გექნება დიდი წინსვლა, ხო? კი, აი მაგალითად გუშინ არც ვიცოდი გავიგერო, თურმე ChatGPT-ს რო ელაპარაკები კონკრეტული სასვენი ნიშნებით, ის ფორმატირებას უკეთებს შენ ტექსტს, რომელიც შეიძლება ერთ აბზაცზე არ დამჭირდეს, მაგრამ როდესაც ძალიან დიდი რაღაც დოკუმენტის შედგენა მინდა, კონკრეტული ესე ვთქვათ ნიშნებით, მე ვანიშნებ, რომ აქ მე მინდა რომ აბზაცი მქონდეს, აქ მე მინდა რომ გამიბოლდო და მე აღარ მჭირდება ამ ტექსტის ფორმატირება შემდეგ. არ ვიცოდი მე და საინტერესოა, ხო? არ გამოვიყენო, მაგრამ მე ვიცი, რომ სადღაც რო დამჭირდეს, მე უკვე შემიძლია მოძიება და უფრო მეტი დეტალი ვიცოდე, ვთქვათ. და მესამე ეტაპზე არის ადამიანები, რომლებიც უკვე ტოპ მენეჯმენტში არიან და ძირითადად ესეთ ადამიანებს აღარაფრის ცვლილება აღარ უნდათ ხოლმე და პირიქით სხვებისგან ითხოვენ ხოლმე ძირითადად ცვლილებას.
უნდა ალბათ ყველაზე მეტად მათ გაუჭირდებათ გადმოწყობა ესე ვთქვათ, მაგრამ იგივეს რჩევას მივცემდი რბილ უნარებზე აქცენტირება, მასშტაბირება თავიანთი უნარების, ისინი არიან ერთნი, რაღაცნაირად ეს პიროვნება უნდა გაამრავლონ ხელოვნურ ინტელექტზე, რომ მათი უნარების მასშტაბირება მოხდეს, რომ შემდეგ ეს ყველაფერი აისახოს ბიზნესეც, მოგებაზეც, მონეტიზაციაზეც და ასე შემდეგ. მოკეთ, ყველას გვიწევს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. და ადაპტირება. ხო? ეს არის ის, რაც აუცილებლად ყველას მოგვიწევს, რაც უფრო ადრე მივხვდებით, ვფიქრობ, მით უფრო დავწინაურდებით. პრინციპში ეს არის ალბათ და თუ გაინტერესებთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა არა ტექნიკური ვისაც გაინტერესებთ YouTube-ზე ჩაწერეთ ან ChatGPT-ს ემუშავეთ, მაგალითად ინდუსტრიებზე, საქართველოში რა პერსპექტივებია, პერსონალურ ბრენდზე როგორ შეიძლება გამოიყენოთ, ან მაგალითად, არ ვიცი, კორპორატიულ კულტურაზე, კარიერულ წინსვლაზე შეგიძლიათ კომენტარებში დაგვიწეროთ და მე და მოიკო სულ ხვდებით და პრინციპში ამ თემებზე ისედაც ხშირად ვსაუბრობ და შემოგთავაზებთ სხვადასხვა თემატურ ვიდეოებს. ძალიან დიდი მადლობა. ამიტომ მინდა და საქართველოში დაბრუნება. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, სამოტივაციო და იმედი მაქვს, რომ თქვენთვის სასარგებლო გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ნახვამდის.